From Senaki, Georgia, Roman Kurashvili. მიზეზების გამო მომიწია წამოსვლა, რის გამოც დღესდღეობით ვარ აქ. ბოლოს როდის იჩხუბე ქუჩაში. ეს სპორტი არ არის ის სპორტი, სადაც ვინმეს ჩაგრავს. სად გადის ზღვარი სპორტსა და ძალადობას შორის? დედაჩემი დღემდე ვერ უყურებს ჩემს ბრძოლებს. მებრძოლებს შორის ესე თვალებში ჩახედვის ამბები. ეს არის უბრალოდ კარგად გაყიდვადი შოუ მაყურებლისთვის თუ არასოდეს აპყვები ნერვებს. შენი მოწინააღმდეგე თუ შეგწოდებია. ვინც შრომობს ის შედეგსაც დებს. შენი როგორც მებრძოლის ქარიზმა რა არის? იძულებულები გახდნენ ჩემთვის დაეკრა ტაში და ჩემი სახელი ეღიარებინათ. გონებას რით ავარჯიშებ ფიზიკის იქით? ნერვიულობის გზნობის განცდის გადმოცემას არ შემიძლია ეს რა გზნობა იყო. ამ სპორტში ვის ადგილზე არის სურვებდი ყოფნას? როდესაც შენ კონტრაქტს აწერ ხელს, იაზრებ იმ პასუხისმგებლობას, რაც შეიძლება მოყვეს ბრძოლას. ბრძოლის დრო შენი მოწინააღმდეგის მშობლებზე თუ გიფიქრია? ბრძოლის დაწყების წინ აუცილებლად ვოცულობ. ჩემთვის უხერხული მომენტი იყო, როდესაც ოქტაგონზე გავედი, ხელები ავწიე და სრული სიჩუმე. გამარჯვებისთვის რამდენად აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამდენად გაბრაზებული ხარ შენს მოწინააღმდეგეზე? ყველა მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს. ოქტაგონის მიღმა მთავარი ბრძოლა ცხოვრებაში სად გაქვს? ძალიან გაუბრაზდი. უშვერი სიტყვებითაც მოიხსენიე. თუ ხარ კაცი, რომელიც ფილმებზე ტირის. არ მიყვარს ენატანი ადამიანები, მლიქვნელები. რინგის მიღმა ცხოვრებაში ვინ გერევა? დაანებე თავი, რადგინდა ამდენი დარტყმა. რაძალა გადგია. რაძალა გადგია. ამაზე პასუხი ცოტა ძნელი გასაცემია. ბრძოლა თუ გახსოვს, სადაც გაიმარჯვე და არ გაგიხარდა. ტანზე იყო აბდულშაჰილივით გაქონილი რა, არ ვიცი რა ისვა ტანზე. შენი ორი სუსტი წერტილი გაგვიმხილე, როგორც ადამიანის და როგორც მებრძოლის. ამერიკელებისთვის პრიორიტეტი არის ოჯახი და შემდეგ არის სხვა დანარჩენი. ისე მაინც სახელი უფრო თუ ფული. ბოჭოლი ქართველი რომან ყურაშვილი.